სკოლა მზად არის ყველაფერი შესთავაზოს, ყველანაირი დახმარება. გაკვეთილების შემდეგ დარჩენა, ანაზღაურება იმ ცოდნის, რაც დააკლდათ და ეს აბსოლუტურად უსასყიდლოდ მშობლების მხრიდან და ამას სკოლა თავის თავზე იღებს. მაგრამ აქ საქმე ისაა, რომ სააბიტურო საათებზე დადიან ბავშვები და მაინც ვერ ხვდებიან, რომ ეს მათი სასწავლია. უშლიან ხელს ერთმანეთს, მაინც არ სწავლობენ იმას, რაც სასწავლია და აი აქ ჭირდება მშობლების დახმა, სკოლა, მშობელი და მოსწავლე ერთად უნდა იყოს, იმიტომ რომ გავაგებინოთ ამ ბავშვებს კარგად ის, რომ ესენი 5 წელია დაახლოებით ისმენენ, რომ ყველა ირიცხება უმაღლეს სასწავლებელში. არავის პრობლემა ეს არ დამდგარა ფაქტის წინაშე და ჩემგან მოსმენილი, რომ იცი რა მე მივიღე, ვთქვათ, უნივერსიტეტში რომ ვაბარებდი პირველ წელიწადს 2-4 და 2-5 და ვერ ჩავირიცხე და 1 წელი გარეთ დავრჩი, ეს მათთვის არის რაღაცა შორეული წარსული და პარალელსაც ვერ ხედავენ თავიანთ გარეთ დარჩენასა და 1 წლის გამოტოვებასა და ჩემს გარეთ დარჩენას შორის. თუმცა, რა თქმა უნდა, იქ სხვაობა იყო, იქ კონკურენცია იყო ძალიან დიდი და ის 8 კი არა 10 გამოცდა მე სკოლაში ჩავაბარე. მაგრამ მე მზად ვიყავი იმისთვის წლების მანძილზე, რომ ეს გამოცდა უნდა ჩამებარებინა და ამისთვის ხვანაირად ვსწავლობდი მე სკოლაში. ანუ ბავშვები დგანან რაღაცა ფაქტის წინაშე და ფაქტია, რომ წელს ასე მარტივად საქმე არ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ დიდ სკოლებში და პრეტენზიულ სკოლებშიც კი გაჭირდება ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგიის ჩაბარება და ადვილი არც ისტორია, გეოგრაფია იქნება.